მშვიდობისა, მიგახლავთ ბაკურ ბაკურაძე. დღეს ნაკნის სტუმარი არის ბატონი ედუარდ შევარდნაძე. სამწუხაროდ მისი ასაკიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე მან აქვე ვერ მოახერხა მოსვლა და ძალიან მომერიდა კიდეც რომ შემეთავაზებია აქ მობრძანება მისი კიდევ ერთხელ ვამბობ მხოლოდ მისი ასაკის გამო ასე რომ ჩვენ მას დღეს ვესტუმრეთ სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით რეზიდენციიდან და იქ მივიტანეთ საკანი მოდით მოვუსმინოთ და შემდეგ მეორე სტუმარს წარგიდგენთ. დღეს თქვენ ბრძანდებით საკანი ნომერი 5-ის სტუმარი, დიდი მადლობა ამისთვის, რომ დაგვთანხმდით. როგორ გრძნობთ თავს კომფორტულად? ნორმალურად. ნორმალურად იმის არ ვარ, საკანში ვარ, მაინც ნორმალურად. საკანშია შევარდნაძე დღეს თუ არა? არის შევიდი გამოდის. გადავიდეთ პოლიტიკურ მოვლენებზე. როგორ შეფასებას მისცემთ დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას? ოპოზიცია ამბობს, რომ არის პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება ამას არ ახსენებს არაფრით. არის სახეზე დღეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი? სამწუხაროდ არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კრიზისი. და კრიზისი საზოგადოებრივ პოლიტიკაში, საერთოდ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ ვერამ კრიზისი არსებობს, ყველაფერი დამახასიათებელია დღევანდელი საქართველოსთვის. რატომ მოხდა, როგორ მოხდა, ვინ არის დამნაშავე და ვისი ბრალია, ცალკე კვლევა უნდა, ცალკე ინტერვიუები, ცალკე განხილვები და მე მგონი ეს მთელი ხალხი ბიჭრობის საგანი უნდა იყოს. რატომ შევედით ამ მდგომარეობაში? რატომ მოხდა ეს? დღეს რომ იყოთ აქტიურად ჩაბმული პოლიტიკაში, შევარდნაძე რომ იყოს დღეს აქტიურ პოლიტიკაში, რომელ ადგილს დაიკავებდა ადგილს ოპოზიციაში თუ დაიკავებდა ადგილს ხელისუფლებაში? დღევანდელ ოპოზიციას და დღევანდელ ხელისუფლებას გულისხმობ. არც ოპოზიციაში ვიქნებოდი და არც ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში როცა ვიყავი, მაშინ ჩემინებით გარავდა ექიმი და სისხლი არ დამეღვარა. მე ვზივარ ჩემთვის რაღაცებს წერ თქვენ არ გითხულობთ, მაგრამ მაინც წერ ასე რომ ის მოლოდინი შევარდნაძე მოვა თუ არ მოვა ხელისუფლებაში ეს უნდა ყოფილა. 9 აპრილიდან დღემდე მაგალითად. თქვენი აზრით საით უფრო მეტი შეცდომა იქნა დაშვებული ხელისუფლების მხრიდან თუ ოპოზიციის მხრიდან? როგორ არის იცით, ახლა ძნელია საუბარი სანტიმეტრებით, გრამობით, კილოგრამობით ვინ მეტი შეცდომა დაუშვა. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. არ მინდა ახლა თავადელი პრეზიდენტის წინამდე რაღაც აზრი გამოვთქვა. შეიძლება ეს პრობლემა სწორად აკეთებს, მაგრამ თვითონ სიტუაციის გათვალისწინებით იმაშია, რომ ხელისუფლება აგებს პასუხს ყველაფერზე. აი, დემონსტრანტების საქმიანობას, მუშაობაზე, მათ პროტესტებზეც ხელისუფლება უნდა უპასუხოს და საკითხები უნდა გადაწყვეტოს. სხვა მოსვალი არ არის. კუჩიდან მართლა სახელმწიფოში არ გამოვა და არ შეიძლება. დღეს სახეზე გვაქვს ესეთი მდგომარეობა, ოპოზიციის მოთხოვნები თითქმის არც ერთი არ არის დაკმაყოფილებული, რამდენიმე ტელეკომპანია, რომელიც მთელ საქართველოზე და ზოგიერთი სატელიტზეც გადის, არის ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ მაყურებლის უფლებები იზღუდება და დღეს ხელისუფლება უკვე მეორე კენჭისყრით იღებს კანონს გამკაცრების შესახებ აქციების, რომ არ არის საშუალება ვთქვათ, რომელიღაც სახელმწიფო ორგანოებთან აქციების გამართვის, გაიზარდა უზომოდ ადმინისტრაციული სასჯელი აქციის მონაწილეებისათვის, ორგანიზატორებისათვის 10 ჯერ თუ 15 ჯერ გაიზარდა სასჯელი. ხო არ მიდის ნელ-ნელა საქართველოს დიქტატურისკენ? დიქტატურისკენ ვერ გეტყვი, მაგრამ უზესრიგობისკენ მიდის. სხვა შორის მე უნდა გითხრა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს ეხლა კი არ იდეალად კი არ ხდი
იმ პერიოდს, იმ ეტაპს ჩემი პრეზიდენტო ის დროს პრესა უფრო თავისუფალი იყო, ვინმე დღეს დარდობალას ვიტანდი და დარდობალას ვისმენდი. არც დარჩენი დერიარხები იყო შეზღუდული. პრესა არ შეიძლება შეიზღუდოს. ქსიამოვნებს თუ არ ქსიამოვნებს. ერთი თქვენ ხარ და მეორე მე ვიცი კავკასია, სადაც სიმართლეს ამოვან. მოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მოდიან ოპოზიციის, ძირითადად კავკასიას უსმენ და გაოცებულია როგორ ახერხებენ ასეთ შერწყმას. ერთი მხარეც არის, მეორე მხარეც არის და მაყურებელს აქვს საშუალება გამოიტანოს დასკვნა. მიცდება და ვინ არის მართალი და ვინ არის სწორი. რამდენად კომფორტული იყო შევარდნაძის რანგის პოლიტიკოსისათვის თან იმ პერიოდში, რა პერიოდში თქვენ საქართველოში დაბრუნდით, საქართველოს ზომის, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის პრეზიდენტობა, აი იმ უზარმაზარი პოლიტიკური პერიპეტიების შემდეგ, რომელიც თქვენ გაიარეთ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს. აი ესეთი პატარა ქვეყანა აძლევდა თუ არა შევარდნაძეს საშუალებას, რომ თავისი ქვეყნიდან ეწარმოებია გარკვეულწილად მსოფლიო პოლიტიკა. ეხლა მე ძალიან შორს არ წავალ ამის ჩამოთვალო რა გაკეთა, რა არ გაკეთა. მე რო ჩამოვედი საქართველოში, ეს ჩემი გამონაკლისით ეს დიდი პოლიტიკოსი შევასებით, საქართველო იყო დაანგრეული და მიზანსა გასწორებული. და ას პარლამენტი იყო, ჩვენი მეგობრები, ამერიკელები, გერმანელები გვეხმარებოდნენ რაღაცებს ვადლებდნენ, მაგრამ მარტო დახმარებით ხო არ შეიძლება არსებობა. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, რომ ამა დაჭირდა 1, 3, 4 წელი, 5 წელი, რომ ქვეყანა ოდნავ ფერზე წამოდგარიყო. მას მაშინ მივაღწიეთ. პარლამენტის არჩევნები ჩატარდა, შევარდნაძე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ და პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურად. რა თქმა უნდა, მე დადგა კონსტიტუციის მიღების საკითხი, ერთ-ერთი უძვარესი და მთელი 2-3 წელი 26 პარტია შედიოდა პირველ პარლამენტში. 26. ყველა სხვადასხვა აზრი აქვს. ალბათ ყველაზე დემოკრატიული პარლამენტი ის იყო საქართველოში. ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე სამართლიანი არჩევნები ის პირველი არჩევნები იყო. მე ყველაფერი იყო მოპაროები რაღაცები. ხოდა რეფორმების კონსტიტუცია რახან მივიღეთ, ქვეყანას ემსგავსება. მე დაიწყო რეფორმები, პირველი იყო მიწის რეფორმა, მილიონზე მეტმა, 1,100,000 ადამიანმა ოჯახმა მიიღო მიწა კერძო საკუთრებაში. ჩვენ ხელს გვიწყობდა ეს აბაშის ექსპერიმენტი, ფოთის ექსპერიმენტი, მიწას ვადლებდით ლეხებს, ვისაც ამდენი დამუშავება შეეძლოთ და რაღაც 15-20% სახელმწიფოს აბარებდნენ და არჩევანი თვითონ მიქონდათ. ჯერ არ ჯეროდა თუ ასე იქნებოდა. ასე რომ მიწის სარგებლობის გამოცდილება საქართველოს უკვე დაგროვებული იყო. და მიწის რეფორმა რო არ ჩაგვეტარებია, მე დავასახელეთ 1,100,000 ოჯახი, რომელსაც მიწა მიიღო მეზობლობაში. საქართველოში მშინ დამოსხდებოდა. ამერიკული დახმარება რადგიშველის. თავარი პრეტენზია მაინც სააკაშვილის რეჟიმს რაც ჰქონდა შევარდნაძის რეჟიმთან ეს იყო არჩევნების გაყალბება და უზარმაზარი კორუფცია. დღეს ოპოზიციას აქვს სააკაშვილთან იგივე პრეტენზიები, არჩევნების გაყალბება და ელიტარული კორუფცია. რა სიტყვებით ამას? მე საერთოდ არ ვარ მოხრენო, სხვადასხვა ეტაპების დაპირისპირების. ყველა ეტაპს აქვს თავისი თავისებურება, თავისი კანონზომიერება. მათ შორის იმ ეტაპსაც, როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, მე არა მარტო დამოუკიდებელ საქართველოში ვიყავი, კომუნისტების დროს ვიყავი 10-15 წელიწადი კომპარტიის პირველი პირი, მანამდე სიამოვნებაა საქმეთა მინისტრი და დიდი სკოლა უნდა გავლილი. ყველაფერი ვიცოდი რა ხდებოდა ქვეყანაზე.
თქმა უნდა კორუფცია იყო ძალიან ამაში მართალია სააკაშვილი და სხვაებიც მაგრამ სწორედ იმ დროს კორუფციის წინააღმდეგ რო იბრძოლო შიშველი ხელებით ხო იბრძოლებდა საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილებები კონსტიტუციის მიღება კონსტიტუციის ბაზაზე კანონების შექმნა და კორუფციას რო ებრძოლო კორუმპირებული პიროვნები უნდა დასაჯო ან გადააყენო ან დაიჭირო აი როცა ამის ზათ ვიყავით უკვე მაშინ მოხდეს ვარდების და ყვავილების რევოლუცია ასე რომ სხვადასხვა ეტაპებს დაუპირისპირდა ერთმანეთს ცოტა ისეთი არა მარტო ობიექტური არამედ იმ ეტაპთან არ უნდა იყო მიმული ძველებთან ეტაპთან ვარ მიმული და კარგად ვიცი რა იყო და როგორ იყო თუმცა ვერ ვიტყვით რომ დღევანდელი ხელისუფლება თქვენი ხელისუფლებასთან არ არის მიმული იმიტომ რომ მათი უმრავლესობა პარლამენტში იყვნენ და წამყვანი პოსტები ეჭირათ მე არ მინდა ახლა დაპირისპირებები ხალხმა უნდა გაარჩიოს ვინ არის მტყვანი და ვინ არის მართალი ახლა ძალიან ვადებით იყურადღებით თვალს რომ იცლება თუ არა ადამიანის განწყობილება სერიოზულად იცლება და არა ხელისუფლების სასარგებლოდ სამხაროდ ბატონო ედვარდ რამდენიმე დღის წინ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ობამა ესტუმრა რუსეთს და საკმაოდ მკაფიოდ დააყენა ობამამ ბრიფინგზე საქართველოს საკითხი საკმაოდ მკვახეთ უფრო მეტად ვინმე მემოველოდი ისე ყველა ასე აფასებს უფრო მეტად ვიდრე ვინმე მოელოდა საერთოდ ძალიან მკაფიოდ გამოხატა ამის საპასუხოდ იყო მედვედევის ვიზიტი ცხინვალში ამის საპასუხოდ იყო თუ არა მოეწერა ხელი ნაბუკოს მე რამდენადაც მახსოვს ეს პროექტები ბაქო თბილისი ჯეიჰანიდან დაწყებული საფუძველ ჩაყრილი თქვენი ინიციატივა იყო და თქვენს პერიოდში ხორციელდებოდა რა მნიშვნელობა აქვს ნაბუკოს პროექტ საქართველოსთვის და რა მნიშვნელობა ჰქონდა მედვედევის ვიზიტს ცხინვალში ეს არის პირველი პროექტი იყო რომელიც განხორციელდა ბაქო თბილისის ურსა მეორე ბაქო თბილისი ჯეიჰანი და მესამე იყო ასადენი სულ კასპიის ზღვიდან მოდიოდა და საქართველოს იყო ის ქვეყანა რომელიც აკავშირებდა აზიის კონტინენტს ევროპასთან ამ სამი მილსადენით სხვაშორის მე და ალიევი უფროსი ალიევი მაშინ პრეზიდენტი იყო რუსეთს ჰქონდა პრეტენზია რომ ნავთობს უნდა გაევლო რუსეთზე ძალიან დაიწყეს აზერბაიჯანის კრიტიკა მე და ალიევმა მოელაპარაკეთ რომ ერთი დიდი მილი ვიცით რუსეთს ესე უნდა გაევლო გროზნოზე მე ნოვოროსიისკი დაიწყე და პროექტი არ განხორციელდა და მე დაიწყო ომი რუსეთსა და ჩეჩნებს შორის რა თქმა უნდა რუსებმა გაიმარჯვეს მაგრამ ნავთობსადენის მაშინ არ ჩეჩნებს ძალად არც რუსებს და ჩვენ ამით ვისარგებლეთ და სამთავე მილსადენი თუ გასადენი გავიდა საქართველოს ეხლა ნაბუკოს მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მძლავრია დიდი მოსულობისაა და ისიც როგორც მე ვიცი თითქმის გადაწყვეტილია საკითხი საქართველოს ვერაცდება მართალია შავი ზღვის ქვეშ გაივლის ალბათ ბულგარეთზე გავა და მე შემდეგ სხვა ქვეყნებზე რუმინეთი ბულგარეთი მაგრამ ეს მაინც ალტერნატივა არის ეს საქმე იმაშია რომ ეს გადაწყვეტილება რომ საქართველოსზე გაევლო აზერბაიჯანიდან თურქმენეთიდან აზერბაიჯანიდან და ასე შემდეგ ეს არ მოხდარა ევროპის ქვეყნების მოწადნების გარეშე, მონტოების გარეშე. და მათო გამოცადეს,
როცა რუსეთი არის მონოპოლისტი, აქვს მონოპოლია გაზზე, ნავთობზე, მთელი ზამთრის განმავლობაში გერმანიაში გაყიდული ხალხი არ მარტო გერმანიაში, მთელ ევროპაში, მთელი სამი კვირის განმავლობაში რუსეთი განსაზღვრა ევროპას. და მეგონი ამის შედეგია სწორედ რომ ევროპის შუალების უმრავლესობამ ნაბუკოს ამ ვარიანტს დაუჭირა მხარი. რომელიც ბულგარეთზე გაივლის, რუმინეთზე გაივლის, შემდეგ მეგონი ავსტრიაში და რო შევხედოთ შორიდან ამ კითხვას გისვამთ დღეს, იმიტომ რომ დღეს არ ბრძანდებით აქტიურ პოლიტიკაში და ალბათ დიდი პოლიტიკის ანალიზის მეტი დრო და საშუალება გაქვთ. მაინც რა ფუნქცია უნდა შეიძინოს ესეთმა პატარა ქვეყანამ ამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რაშიც საქართველო იმყოფება, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოქალაქე ქართველი კაცი დამშვიდდეს და იცხოვროს მშვიდ სტაბილურ ქვეყანაში. აი რა ფუნქციით უნდა გაჩნდეს ის მსოფლიოს რუკაზე? ეს არის დამოკიდებული სახელმწიფოზე. სახელმწიფო უნდა განახორციელოს თავისი მისია, თავისი ფუნქცია. ეს რომელი დარგი უნდა გამოიყოთ და რომელი დარგს მიხვდოთ, ეს სხვა საკითხია. ვისაც დიდარი ხარ, იმით უნდა ივაჭრო და გახვიდე მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ გავდივდით რუსეთის ბაზარი ქართული ღვინით იყო გაჯერებული. ახლა რუსთავი გაუდენეს იქიდან ხომ. ამიტომ საქმე ისე უნდა წაიყვანო, რომ მეზობელი, რომელიც შეთვის ბაზარია, რაღაცას ყიდულობ, აყიდი, ესე იგი დიდათაა შენი ეკონომიკა მასზე დამოკიდებული, უნდა ესა და ურთიერთობა არ გააფუჭო. ჩემ დროს მე ვახერხებდი ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე იყო. ეს გამოცდილება ვერ გამოიყენეს. ამერიკასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. რეგულარული ჯარი მათ მოამზადეს სადაზვერვო სამსახური ამერიკელების მომზადებულია. და პუტინთანაც მეგობრობდი. სხვა შორის ამერიკელმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ჯარი მოამზადო. პირველი მე შევხვდი პუტინს და უთხარი მე და ჩემგან გაიგოთ პირველად. რომ ამერიკელები გვეხმარებიან ჯარის მომზადებაში. თუმცა შეიშმუშა ჩვენს მოგახმარებებით. როცა თქვენ არ გაგვინდეთ ფული და ისინი ფულში ერჩობიან და აქვს სურვილი დაგვეხმარონ და ყოველ გარანტიას მოაწყენ თუ ვინდა ხელს დავწერ, ხელს მოაწერ რომ არასდროს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზები არ იქნება. ესე რუსეთს საფრთხე არ დაემუქრება საქართველოს მხრიდან. ეს არის სხვა პროექტები სხვა შორის. არის რამდენად გამართლებულია. აჭარაში უნდა გადავიდეს გზა ახალციხიდან მესხეთიდან და შემდეგ ადიგეის რაიონია, იმის მერე მთიანი აჭარიდან უნდა ჩავიდეს ბათუმში. მატარებელი. ეს რუსეთის პროექტად ხო არ მიგაჩნიათ? შეიძლება იყოს რუსეთის პროექტად ცოტა საქართველოში. რაც გავუღირეთ, ყველაფერი რუსეთს ვიღებთ. დღევანდელი ხელისუფლება სხვაშორის იმას უნდა იფიქრონ. რამდენად გამართლებულია ეს მატარებელი, რომელიც ქედს გადაუვლის და ჩავა ბათუმში. ვის ჩაიყვანს, ვის წამოიყვანს. ეს ყველაფერი სამ გადიშრო. ჩვენ პატარა ქვეყანა რო ვართ. თუ სერიოზულად ფიქრობ და გაწუხებ შენი ხალხის ეროვნული შემადგენლობის პრობლემა, მაშინ ამაზეც უნდა იფიქრო. და ისეთ პროექტი უნდა მიცე დახმობა, რომელიც ხალხის ერთიანობას, ხალხის არაზრუნოს ზიანს მიაყენებს. ჩვენ ისედაც მრავალეროვანი ქვეყანა ვართ. თითქმის 9 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ამდენია სომეხი. მე არ ვლაპარაკობ ქურთებზე და სხვებზე, ხომ?
ქართველების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. 2040 წლისათვის ქართველების რაოდენობა იქნება 2 მილიონამდე. ეხლა თუ 3 მილიონს ვიტყვით, 2 მილიონი დაეცემა. თუ ეს დემოგრაფია არ გამოჯვარდება. სხვაშორის პატარა შვილის კეთს რო იყრიდა. ერთ-ერთი მისი ღირსება, მისი პროგრამის ის იყო, რომ პროგრამაში ჩადებული ჰქონდა დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღების მთელი გეგმა. პირველ შვილზე, მეორე შვილზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე 15 წლამდე ასაკამდე აფინანსებდა ეს კაცი. და იქნებოდა სტიმული ვისაც რომ ბავშვები გააჩიონ ქალებმა რაღაცებმა. ქალის გარეშე ბავშვი არ გააჩნდება, არც კაცის გარეშე. ბატონო ედვარდ, თქვენი ინიციატივა მოვისმინე, სულ ცოტა ხნის წინ, თქვენი შეფასება გაეროს დღევანდელი მუშაობის შესახებ და იდეა ასეთი, რომ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ხომ არ ეფიქრათ, რომ გადაკეთებული იყო მსოფლიო პარლამენტად. თუ პოვა ამან გამოხმაურება საერთაშორისო ისეთი არ არის, ეს ჩემი ინიციატივა იმდენად არ არის, ეს კონცეფცია ეკუთვნის ბატონ ქებურიას, პროფესორ ქებურიას. და სწორედ ქებურიას კონცეფცია ითვალისწინებს სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სერიოზულ ფუნდამენტურ გარდაქმნას. და შემიძლია ახსენებთ სოფლიო მთავრობა. სოფლიო მთავრობა რა არის? მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის და ყველა ქვეყანა უნდა ასრულებდეს. ერთადერთი გამოვიხმაურა ალ გორი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც კლინტონის დროს იყო ვიცე-პრეზიდენტი, ეხლა ეს მიმართულება მიიღავს მას. ამაზე ამუშავებენ და ნობელის პრემია დაიმსახურა. საინტერესო აზრებისთვის. ბატონო ედვარდ, მაგალითად რამდენიმე წელიწადში 20-30 წლის მანძილზე მოფიქრებული იქნა და შეიქმნა ესეთი მსოფლიო პარლამენტი. რამდენად უქმნის ეს საშიშროება საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს, ერებს, რომლებიც თვითმყოფადობის ტრადიციის და თავისი ისტორიული კულტურის მატარებლობას, თავისი რელიგიის მატარებლობას, ძალიან გლობალიზაციის კენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, რომელიც პრინციპში აკრობს ესეთ ერებს. ახლა მსოფლიო მთავრობა შეიქმნება თუ არ შეიქმნება, გლობალიზაციის პროცესს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ამიტომ ყველა ქვეყანა, ყველა ხალხი, ყველა ერი უნდა ფიქრობდეს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოიტანოს გლობალიზაციამ. და მზად უნდა იყოს. შენ თუ გაქვს მაღალი კულტურა, ნორმალური შემოსავლები ერთ სრულ მოსახლეზე, იმაზე ნაკლები არ რაც ევროპაშია და შენ გაქვს ისეთი სტრატეგიული მდებარეობა, როგორც საქართველოს აქვს, მეგონი ჩვენთვის საშიში არაფერი არ არის. თორია ჭკუით იმუშაო, ყველაფერი იყოს დაგეგმილი, გაანგარიშებული, გათვალისწინებული და დაუფიქრებელი. წელები არ უნდა მიიღო. მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ჩაბმული ამ გლობალიზაციის პროცესისათვის სამზადისში. ეს არ არის 30 წელი არ უნდა ამას. ფროდრე იქნება. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის დღეს საქართველოში და ყველაზე მწვავედ ეხება ქართველ კაცს. ეს არის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების წამება, ის ფორმები, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი სახელმწიფო, რამდენად იზღუდდება დღეს ადამიანის უფლებები თქვენი აზრით საქართველოში, რამდენად იზღუდდება ექს-პრეზიდენტის უფლებები საქართველოში, თუნდაც თქვენ მაგალითზე და თქვენი აზრით ხო არ არის შესაქმნელი კიდევ რაღაც ახალი ქართული უფრო ჩვენი ქვეყნისთვის მორგებული, ვიდრე პირდაპირ აღებული უცხოური გამოცდილება და გადმოტანილი რომ შეეხლა აუცილებლად რაში ვიმაურავს. საქართველოს უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის. ეხლა
ეს მიშას შემდეგ იქნება თუ სააღაშვილამ დე მისწავლამდე თუ ის სწავლის შემდეგ ყველა შემთხვევაში ხალხის ოპოზიცია ამაში მართალია არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეთ ეს იქნება საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნები ადგილობრივი მერების არჩევნები და სხვა ერთხელ და სამუდამოდ ეს არჩევნები უნდა დადგეს დემოკრატიულ ფუნდამენტზე და მხოლოდ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს როგორი მთავრობა უნდა როგორი ძალაუფლების პრეზიდენტი თუმცა ძალიან ბევრი ექსპერტი გამოთქვამს მოსაზრებას რომ პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს შეზღუდული მეც ვეთანხმები და არცად ახალგაზრდა უნდა იყოს ერთხელ თქვი კიდეც რომ დაახლოებით ჩინეთში მაგალითად პირველი გახდეს 60 წლის უნდა იყო აი მას იმდენი ისახავს და შემწევი იმდენი ინსტიტუტები იმდენი გოლები რომ თვითონ თავარია გამოცდილება არ უყალატოს ჭკუა არ უყალატოს და 60-დან 70-მდე ლამიარო შეიძლება გამოცდილება გამოიყენოს მაგრამ ასაკს უნდა მისცენ მნიშვნელობა უნდა კონდეს აუცილებლად თქვენი ერთ-ერთ ინტერვიუში დასახელებული სავარაუდო კანდიდატურის სახელი მაინც არ დაგისახელებია ხა ხო არ გეტყვი არ შეგეტყვი და ბოლო შეკითხვა საკანში პრეზიდენტ შევარდნაძესთან ძალიან პირდაპირ შეკითხვაა და ძალიან პირდაპირ პასუხს გთხოვთ თუ შეიძლება თავარ სარდალმა უნდა დატოვოს თუ არა პოსტი როცა ომს წააგებს მე სპეციალისტ ვარ ისტორიკოსი და ძალიან კარგად რუსეთის, საქართველოს, ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიებს ყველაფერი იყო ომის აგებაც, ომის მოგებაც აგებული ომის მოგებაც ერთხელ სტალინი ესწრებოდა დიდ თეატრში რაღაც წარმოდგენას და შეჩეული იყო როცა შედიოდა მთავრობის შესასვლელიდან იქ ერთი მოხუცი იდგა და მას ჩინეთს ჩამოართმევდა ჩამოგიდებდა ეს მადლობას გადაუხდიდა გავიდა ერთი წელი ეს მოხუცი აღარ არის იქ ხოდა რა უყარს სადა ის მოხუციო და ახლა ეს დირექციის წარმომადგენლებმა აბოლოდობს თლემა დაიწყო თლემდაო შეგადო კუთუზოი თლემდა არა ომი მოუგონა აბოლოს აღაბიეთ მოსიო აღაბიეთ აღარ ცოცხალია თუ არა ალბათ არავის არ გაუკვირდება, იმიტომ რომ შევარდნაძესგან არავის არასდროს არ უკვირდა ესეთ ნაბიჯები თქვენი სტუმრობა საკანში. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ მშვიდ, სტაბილურ და კარგ საქართველოს. საინტერესო საუბარი ცირზე გამოდის. საკითხების არის საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა. თუ საუბარი გამოვიდა შენ და საუბრობაც არის. დიდი მადლობა.